დაცული ტერიტორიების კატეგორიები არსებობს, ხო? დღესდღეობით საქართველოში გვაქვს ჩვენ 6 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები. ეს არის სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები. თითეული კატეგორია აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ფუნქცია. აი ნაკრძალი რომ ავიღოთ, ნაკრძალი არის შედარებით კაცრი დაცვის ტერიტორია, სადაც ბუნებრივი პროცესები, როგორ მიმდინარეობს ბუნებაში, მხოლოდ ამისთვის იქნება და ვაკვირდებით, როგორ მიდის, თუნდაც ცხოველთა გამრავლება, მცენარეთა, ჯიშთა ცვლა მიმდინარეობს, თუ ეს პროცესები გარემოში ადამიანის ჩარევის გარეშე. ეროვნული პარკი ახლა შედარებით უფრო დიდი ტერიტორია არის, სადაც არის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ზონები გამოყოფილი ამ კატეგორიის დაცულ ტერიტორიებში და მათ შორის დაიშვება როგორც ბუნებრივი რესურსების სარგებლობა, ასევე ეკოტურიზმის და განახლებადი სხვადასხვა რესურსების სარგებლობა. ბუნების ძეგლი არის ისეთი კატეგორია, რომელიც შედარებით მცირე არის, ეს ბუნებრივი კულტურული თუ არაბუნებრივი წარმონაქმნები, იგივე როგორც ჩანჩქერები არის, მღვიმეები არის, კანიონები, აი პრომეთეს მღვიმე, მაგალითად მარტვილის კანიონი, ესენი არის ბუნების ძეგლები, შედარებით მცირე ტერიტორიაზე, რომელიც არის უნიკალური და ეროვნულ დონეზე უნდა იქნას აღიარებული. ასევე არის აღკვეთილი და ეს ტერიტორიები არის სწორედ თუ ესე ვთქვათ, წინა პერიოდში მოხდა იქ დეგრადაცია, როგორც ფლორის, ასევე ფაუნის, აქტიური მენეჯმენტი არის საჭირო და შესაბამისად, სწორედ ამისთვის იქმნება. რაც შეეხება დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებს, ეს უფრო არის ადამიანსა და გარემოს შორის საუკუნეების განმავლობაში ეს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული მდგრადი განვითარება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოში ისეთი ტერიტორიები, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის არის. მათ შორის არის 4 დაცული ტერიტორია, რომელიც 4 წლის წინ იუნესკომ აღიარა, როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობა. ანუ ეს არის ისეთი ტერიტორიები, ძირითადად არის შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ამის აღიარების, ანუ საქართველოსთვის კი არ არის ეს უნიკალური, მსოფლიო მასშტაბით, ანუ იუნესკომ აღიარა როგორც უნიკალური მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში და რატომ? რომ წარმოვიდგინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩრდილოეთით არის დიდი კავკასიონი, სამხრეთით არის მცირე კავკასიონი და აღმოსავლეთით ლიხის ქედი. აი შავი ზღვის ტენიანი ჰავა უზრუნველყოფს სწორედ აი ამ იდეალურ გარემოს კოლხური მცენარეულობისთვის და სწორედ ბოლო გამყინვარება რაც მოხდა დედამიწაზე, ეს მცენარეულობა არ გაყინულა და იმ გამყინვარების პერიოდს გადაურჩა და დღემდე მოვიდა ჩვენამდე. იმდროინდელია? იმდროინდელი. რამოდენიმე მილიონი წლის წინ მოხდა ეს პროცესი. ხო, რა თქმა უნდა, თუ შევხედავთ ევროპაში ძირითადად წიწვოვანი ტყეები არის, აქ არის კოლხური ფლორა, ეს რას ნიშნავს? ფართოფოთლოვანი ხემცენარეები, იგივე წაბლი, რცხილა და ასე შემდეგ, რომელიც არის და ამავდროულად ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელიც კოლხეთისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე არის, ეს არის მცენარეულობა, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში გვხვდება. ანუ ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად, ესე ვთქვათ, რატომ შეიძლება რომ ეს მცენარეულობა იყოს კოლხეთის დაბლობზე, სწორედ ამ ტერიტორიაზე. ეს არის უნიკალური ერთის მხრივ იმით, რომ გარდა აი ამ ხშირ შემთხვევაში ცოტა საზოგადოებაში ახლა ჭაობებს იცავენ, ესენი რაღაც ცოტა აგდებულად. თუმცა აი ამ ჭაობებს აქვს უდიდესი ფუნქცია, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც ჯამისებური ფორმა არის კავკასიონი, ლიხის ქედი და მცირე კავკასიონი და აქ ესე ვთქვათ მოსული ნალექები მთლიანად ხდება კოლხეთის დაბლობზე. შესაბამისად, რისკი ზოგადად და არსებობს ამის პრეცედენტები, როდესაც იტბორება მათ შორის ფოთი და ქობულეთი და ქალაქები, რომ არა ეს ჭარბტენიანი ტერიტორია თითქმის ყოველი წვიმის შედეგად იქნება დატბორვა. და რა ფუნქცია აქვს ამას? დაახლოებით 3-ჯერ მეტი წყლის ესე ვთქვათ შესრუტვის უნარი აქვს მიღება აი ღრუბელი რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ როგორც ეხლა მაგიდაზე წყალი რომ დავასხათ გაიფანტება და გადმოიღრება თუ ღრუბელი დევს ეს ღრუბელი დაიჭერს და ნელ-ნელა ხდება ზღვაში გადინება. ანუ ეს არის სწორედ ის უნიკალურობა აი ამ ტერიტორიების რომლებიც ბუნებრივად აბალანსებს და სწორედ ამიტომ აღიარა იუნესკომ როგორც საუკეთესო სოფლიოში.